მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმარია სოფო ჭითავა, სოხუმიდან წამოსული აფხაზი დევნილი. ქალბატონო სოფო, წარმოგვიდგინეთ საკუთარი თავი, როგორი იყო ცხოვრება აფხაზეთის ომამდე? მოგესალმებით, მარიამ, პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის და ამ თემის წამოწერისთვის. ადამიანი, რომელსაც სოხუმი ალბათ გაიგო სულ 18 წლის უკან, ხომ ასე არა და უფრო გვიანაც ალბათ, ხო? დაახლოებით 5-6 წელი შეიძლება უფრო გვიანაც და როცა ასეთ დიდი ინტერესია, ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი არის და რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ. ჩვეულებრივი, როგორც წარმოგიდგენია, ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში, ძალიან ბედნიერი, რომელსაც აქვს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ აბსოლუტურად ისწავლოს, გამითარდეს, იმოგზაუროს, თქვენ წარმოიდგინეთ იმ პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რომ მაინც მაწუხები იყო საბჭოთა კავშირის, მაინც ვახერხებდით ამას და ძალიან ლაღი, ბედნიერი, წარმოუდგენელი იყო ყოფა სხვანაირად, იმიტომ რომ განსაკუთრებული სიყვარულის უფევდა ჩვენს კუთხეში და ჩვენც ძალიან ბედნიერად ცხოვრობდით. ქართულ და აფხაზურ თემებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო. ამის საბაბი კი ის იყო, რომ აფხაზურ მოსახლეობას რუსეთისკენ მიუწევდა გული. ქართული მოსახლეობა კი შედარებით დამოუკიდებელი საქართველოს როლში ხედავდა, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტს. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამწვავა თუ არა იმდროინდელმა საქართველოს სამოქალაქო ომმა დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის? 80-იანი წლების რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი ბავშვობის ღრმა მეხსიერებიდან არ ამოვიდეს ერთი ფაქტი, მინდა გითხრა და შეიძლება ეს კითხვაზე პასუხიც იყოს. დედა იყო ექთანი, ქირურგიაში მუშაობდა და ძალიან მრავალეთნიკური იყო მოკლედ ჩვენი კუთხე და ძალიან მეგობრული და ესე დაძმასავით ურთიერთობა ჰქონდათ და სულ მახსოვს მე ჩემი კვილის ექიმი ვადიმი, რომელსაც ემეგობრებოდა ოჯახი. და სხვათა შორის ერთ-ერთი ფაქტი მახსენდება, დედამ თქვა, აი წამოწდენია მაშინ ამ ვადიმს, ექიმ ვადიმს, რომ აი თქვენ ქართველები რომ მიდიხართ, სეირნობთ, ოქროებს ყიდულობთ, დროს ატარებთ, ჩვენ იარაღს ყიდულობთ. ანუ არ ვიცი მათი ეს დამოკიდებულება როდის შეიცვალა, ბავშვებიდან მახსოვს ეს, რომ თურმე მე რომ დაახლოებით ვიყავ 9 წლის და ეს ჩვენ ძვირფასი ვადიმი ექიმი ჩვენ პირისგულს ვიწესრიგებდა და მასთან ვიზიტზე დავდიოდით, თურმე იარაღს ყიდულობდნენ. შემდგომ უკვე ამ ვადიმის მიერ ჩადენილი საქმეები იყო საოცარი, მარიამ, საოცარი. მან არ დაინდო არავინ, როგორც კი სოხუმი დაეცა და თავი იგრძნო ქუჩში, რომ საერთოდ ვინც ექიმი დარჩა, თუ ექთანი დარჩა, აი ყველა დაცხრილა და ძალიან ცუდი რამეები ჩაიდინა. სამოქალაქო ომიც ალბათ წინაპირობა იყო. ამ ყველაფრისა დიახ გამწვავა ძალიან ესე მახსოვს, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს. როგორ ირაზმებოდნენ, თქვათ, ზვიადისტები თვითმფრინავით გადადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, არ ვიცი რა ხდებოდა დეტალურად მართლა არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულება აფხაზებთან უფრო მეგობრული მახსოვს მე, ვინაიდან ჩემს გვერდით ცხოვრობდა აფხაზი ოჯახი და არანაირი დისკომფორტი თქვათ ურთიერთობაში არც მათთან, არც მათ ჩვენთან არ მახსენდება მოკლედ. სამწუხარო ფაქტია, რომ ესე ეთნიკური ნიშნით ხდებოდა ქართველების და აფხაზების დაყოფა და განსხვავება. როგორ გაიგეთ აფხაზეთის ომის შესახებ? მამასგან. ჩვენი ნაცნობები ცხოვრობდნენ აჩადარაში. მამასაც იქით ჰქონდა სამსახური და პირველი ცნობები მივიღეთ მამასგან და მე უკვე ტელევიზიაც აჭრილდა ამ სამწუხარო და გასაგიჟებელი ამბით, რომელმაც შოქში ჩავაგდო აბსოლუტურად ყველა. აი დღემდეც აღარ მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა და ჩვენ უკვე არ ვიცი გავიზარდეთ და უკვე მრავალშვილიანი დედები ვართ და უკვე იმას აქში ვართ, უფრო დიდები ვართ, ვიდრე ჩვენმა მშობლებმა დატოვეს სახკარი. მაინც რაღაცა წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ასე უცებ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში. თქვენი ოჯახის აფხაზეთიდან წამოსვლის ისტორია თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ? რა გაფრიკოლებებს წააწყდით გზაში და როგორ გადალახეთ ეს? ჩვენ ბოლო დღემდე ვერ მოვახერხეთ გადმოსვლა, იმიტომ რომ სამშობლოს ემსახურებოდა მამაც, დედაც. დედა ბოლო ჯარისკაცი რაც მიუყვანეს, ვინც მიუყვანეს ამ დღეში იმას კერავდა. ანუ ძიმედ იყო დაჭრილი, როცა უკვე ცნობები მოვიდა და მამამ გაიგო რომ უკვე შემოვიდნენ სოხუმში და ძალიან ცუდად იყო საქმე.
აიყვანა დედა ჩვენ დაგვახვედრა გულრვიშის რაიონში, იქ მიმდებარედ იყო სანაპირო, რომელთანაც მომდგარი იყო უკრაინის გემი. უამრავი ხალხი იყო მომწყდარი სანაპიროს, ყველა იყო გადარჩენისთვის. მოგვიწია ძალიან რთული გზის გავლა, იმიტომ რომ იბომბებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან სამშვიდობო გემი იყო მოსული მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად, მაინც არ გვინდობდნენ. ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამ გემზე ასვლა სამწუხაროდ, მაგრამ მოულოდნელად მამაჩემის მეგობარმა პატარა კატერინა ხა გასასეირნებელი. ეს ჩვენ დედა და სამი შვილით როგორღაც მოახერხა რომ ამ კატერზე აღმოჩენილიყავით, აი უბრალოდ ერთი ჭურვით რო დავარნილიყო ამ ახლო ამოტრიალდებოდით და აღმოჩნდა რომ დენთით სავსე იყო, ბენზინით სავსე, კასრებით იყო ეს კატერის სავსე. ანუ ასანთის გაკვრაც საკმარისი იქნებოდა რომ ჰაერში აიწევოდა მთლიანად. აი როგორც დედა მფარველობს შვილს, აი ესე გვიმფარველა უკრაინის გემი. ამდენ 1000 ხალხს შორის ესე უგზო-უკლოდ მამა იქ დარჩა, ბებო იქ დარჩა, ისინი არ წამოყვნენ. შემდგომ როგორ დახვდნენ მან ხალხი? რაიმე დახმარება თუ მიგიღიათ ქართული? ესე იგი 100,000-ობით ხალხი იყო მართლა ძალიან ბევრი და ფოთში დიდი ის იყო მწყობრიდან გამოსული მატარებლის ვაგონები. მოკლედ აღმოჩნდით ამ ვაგონებში, რომ დავბინავებულიყავით პირველი ეტაპისთვის და ერთი ფაქტი მახსენდება, საინტერესო, ქვშია ძალიან. მე ვარ 14 წლის, ჩემი და 13 წლის და ჩემი ძმა არის 9 წლის. აი ძალიან ქვში აქ საკვებიც არაფერი არ ქონდა, აი ტანსაცმელიც არაფერი, უბრალოდ როგორც იყო დედა სამონტყოფოში ისე წამოვედით და ერთმა ღვთისმიერმა ადამიანმა დაურიგა მთელს ამ მატარებლის ვაგონებში მყოფ ადამიანებს პური, როგორ მახსოვს. თითო პური შეხვდა ყველას და ის სუნი ახლაც მაქვს ცხვირში და ეს ერთი პური როგორ გავგლიჯეთ სამმა ბავშვმა, ისე რომ დედაც არ გაგვახსენდა. მართლა დაგვეხმარნენ კი, ანუ საკვებით მერე უკვე დახმარება ცალკე წარმოვიდა, რასაკვირველია და შემდეგ უკვე ჩვენ აღმოჩნდით სენაკში, ყველაზე უახლოესი ლოკაცია ჩვენ იყო სენაკში, ვინაიდან იქ ცხოვრობდნენ ნათესავები და დაველოდეთ ბებიას და მამას გადმოსვლას. მთელი 20 დღე ველოდით, სხვათა შორის სვანეთიდან მოუწიათ გადმოსვლა. ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებოდით და ეს იყო რაღაცა 1 თვეში, 2 თვეში სამწუხაროდ უკვე 31 წელია გრძელდება ეს მოლოდინი სამწუხაროდ. რას ეტყვით აფხაზ დევნილებს, რომლებმაც თქვენსავით უამრავი გაჭირვება გამოიარეს იმისთვის, რომ შვიდი ცხოვრება უზრუნონ? ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი პირველ რიგში ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ არ იგრძნეს უცხო მიწაზე თავი, მათ ქართველებად ჩათვალეს თავი, უკან არ დაიხეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ თავის გადარჩენაც, სახკარიც არ მიეტოვებინათ, უფრო მშვიდად ეცხოვრათ, თუ მას სიმშვიდე ქვია აფხაზეთში ცხოვრებას ეხა, მაგრამ მათ ამით ჩვენ თითქოს და გაგვაძლიერეს საერთო მტრის რუსეთს მტერს ვარქმევ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტია და მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს უზარმაზარი ტერიტორიები, თავის ტერიტორიები ვერ აუთვისებია და იქაც ძალიან დიდ გაჭირვებაშია ხალხი, მაინც ცდილობს ჩაყლაპოს. ალბათ ჩვენ ძალიან საინტერესო ვართ, მარტო რუსეთისთვის არა, დღევანდელი ამბებიც ამას ხატყობს, რომ რუკაზე წერტილიც არ ვართ, ხომ ასეა და აბსოლუტურად ყველას ყურადღება ჩვენსკენ არის მოგწყობილი. მადლობა მათ და გამძლეობა და მალე დაბრუნებულიყავით მათთან ერთად, რასაკვირველია. ძალიან დიდი მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ისტორია და მადლობა რომ გაგვიზიარეთ. მადლობა მარიამ შენ, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა.